იღუმენი ნიკონი, სიკვდილი, წერილი მე-6. შენ პირველად როდი მწერ სიკვდილის შიშზე, თუ დიდხანს დაჟინებით უყურებ რაიმე საგანს, მას ნათლად დაინახავ. გარეშე მყოფი სხვა საგნები კი ნაკლებად შესამჩნევი გახდებიან. იგივე ეხება სიკვდილის შიშსაც. როცა სიკვდილს ძველი კაცის თვალებით უყურებ და მხოლოდ სიკვდილის წინა ტანჯვაზე ფიქრობ, ის მეტისმეტად იზრდება და გაშინებს. ამას ეშმაკების მოქმედებაც ემატება. ამ მდგომარეობაში თუ დარჩები, შეიძლება სრულიად დაინგრე. სიკვდილს ისე უნდა შეხედო, როგორც წმინდა წერილი გვეუბნება. გული მეტყვის განსვლად და ქრისტეს თანაყოფად. ასე უყურებდნენ სიკვდილს პავლე მოციქული და წმინდანები. მიწიერი ცხოვრება გამოსწორებისთვის განკუთვნილი გადასახლებაა, როგორც ციხიდან ან ბანაკიდან განთავისუფლებაა სასიხარულო, ისეთივე და უკეთ რომ ვთქვათ, გაცილებით სასიხარულოა ბნელი მიწიერი ცხოვრებიდან გამოსვლა. მეტყვი, კარგია თუ ღვთის სასუფეველში მოხვდები, მაგრამ ჯოჯოხეთში რომ აღმოჩნდე და რა გიშლის ხელს ღვთის სასუფეველში შესვლაში? ითქვა, ცნებანი ჩემნი დაიმარხენით და ცხონდებითო, ხოლო რადგან უძლური, გარყვნილი, ეშმაკებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი ადამიანები ვართ, უფალმან მოგცა სინანული და სხვა საიდუმლოებები. თუ გულწრფელად შევინანებთ, უფალი მოგვიტევებს, ესე იგი განსწვენთ ჩვენ სულს ცოდვილი წყულებისაგან და ცოდვილს ღვთის საცუფეველს აღუთქვამს. დღეში 7 გზის და 70 გზის შეინანებ და ამდენჯერვე მიიღებ შენდობას. ხოლო თუ ღვთის სიტყვას არ ენდობი, ცხადია შიში გძლევს, ეშმაკთა ძალაუფლების ქვეშ მოექცევი, ისინი კი გაგტანჯავენ. ეტყობა ფარისევლის მსგავსად საკუთარ საქმეებზე გსურს სასუების დამყარება, თუმცა შეიძლება ამას ვერც აცნობიერებდე, შენ კი მეზვერეს ემსგავსე. ანუ მთელი შენი ცხოვრება ღვთის მოწყალებაზე დააფუძნე და საკუთარ ქმედებებზე და მაშინ ამ ცხოვრებიდან ისე გახვალ, როგორც მეზვერე ტაძრიდან გამართლებული. ესე იგი ღვთის სასუფეველში შეაბიჯებ. აი, ამ ხარეს მიაქცია ყურადღება. გახსოვდეს, რომ უფალმა ადამიანები ტანჯვისთვის კი არა, საღვთო სიხარულისთვის შექმნა. მთელი ზეცა ხარობს ერთი მონანული ცოდვილისათვის, რომელიც სინანულის გზით ცხონდება. სიკვდილი იგივეა, რაც შობა. შობა კი იშვიათად ხდება სრულიად უმტკივნეულოდ. მაგრამ ეს ტკივილი სიხარულად გადაიქცევა, რადგანაც კაცი ღვთის სასუფევლისთვის დაიბადა. თავს აყვედრე ყოველი ცოდვის, ყოველი უკეთური აზრის, მცირედ მორწმუნეობის, სიკვდილის უგუნური შიშის გამო. ასე მოიპოვებ სულის მშვიდობას და ღვთის ნებაზე მინდობას. მთელი ეკლესიაც ხომ ასე ლოცულობს ჩვენთვის, ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისაი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითი და კეთილი სიტყვის გებაი წინაშე, საშინელსა, სამსჯავროსა, ქრისტესა ვითხოვოთ. შენც შეუერთე შენი ხმა ეკლესიის ხმას, უფალმან განსწავლოს და დაგამშვიდოს. დედაო, ნუ რავის განიკითხავ, თორემ შიშისგან ვერ განთავისუფლდები და არც უფალი მოგიტევებს შენს ცოდვებს. თუ თვითონ არ მიუტევებ სხვებს, არამედ განიკითხავ მათ. ამოიღე მორი შენი თვალიდან და მერე დაინახავ, როგორ უნდა მოიღო ბეწვი სხვისი თვალიდან. 1961 წლის 4 მაისი.